მოგესალმებით ფეხბურთის გულშემატკივრებო, ეს არის არხი ფეხბურთის მასწავლებელი და მე ვარ ცაგა. დღეს მინდა ვისაუბრო საფეხბურთო კალენდართან დაკავშირებით. მე კაი ხნის წინ შევადგინე ჩემით ახალი საფეხბურთო კალენდარი და დიდი ხანია მინდა რამენაირად ეს კალენდარი ცოტა უფრო ფართო საზოგადოებას გავაცნო. ეხლა ჩემ მახმურებლებს ჯერშობთ ფართო საზოგადოება ვერ არიან. იმიტომ რავი, ერთი თუ ორ ადამიანი თუ მიყურებს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში კაი ხანია მაქვს ეს იდეა და ვფიქრობ, რომ არის გარკვეულწილად საღი აზრი. და მაქვს ხოლმე შეკითხვა თუ რატომ აქამდე არ დაინერგა რაღაცა ასეთი, არა მაინდა-მაინც ეს რაც მე მაქვს მოფიქრებული, არამედ უბრალოდ რაღაცა ამასთან მიმსგავსებული. ამაზე ამ კითხვაზე მე პირადად პასუხი არ მაქვს არანაირი, არ ვიცი. საფეხბურთო მმართველი ორგანოები ამასთან დაკავშირებით რას აკეთებენ, საერთოდ მუშაობენ თუ არა ამ საკითხზე, მაგრამ მე ვიმუშავე ამ საკითხზე და მე რაღაცა დასკვნები გავაკეთე და რაღაცა მოსაზრებები ჩამოვაყალიბე. ხო და დღეს მინდოდა რომ ეს კალენდარი თქვენთვის გამეცნო და აგერ ნახოთ კალენდარი. აი, მეგობრებო, ეს არის ის კალენდარი, რომელიც მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა. კაი ხნის წინ გავაკეთე პრინციპში და ჩემი მთავარი მიზანი იყო რომ ამომეღო სანაკრებო შესვენებები და გადამეტანა ყველა სანაკრებო თამაში ერთად საკლუბო სეზონის ბოლოს, საკლუბო სეზონი დამთავრდეს და მერე სანაკრებო თამაშები. იმისათვის რომ ეს გამეკეთებინა, კალენდარი შევადგინე აი ამ მოცემული პრინციპით. ესე იგი, სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას დაიწყება ოფიციალური საკლუბო სეზონი. ანუ საკლუბო თამაშები ოფიციალურად დაიწყება სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას და დასრულდება მაისის ბოლო შაბათ-კვირას. ეს არის აი მთავარი ამოსავალი წერტილი და მთავარი პრინციპი ამ კალენდრის და რო დასრულდება ეს საკლუბო თამაშები, მერე იქნება სანაკრებო შესვენება, ერთი დიდი მთლიანი სანაკრებო შესვენება. ერთთვიანი თუ კენტი წელია და ორთვიანი თუ ლუზი წელია და სანაკრებო ტურნირიც უწევს. ეხლა უშუალოდ რომ ჩავშალოთ ცოტა რომ ვილაპარაკოთ აუხსნა ამ კალენდარში რა რას ნიშნავს, წითლად არის მონიშნული პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი და ამ დღეებში ჩატარდება ხოლმე შიდა ჩემპიონატის თამაშები. პრემიერ ლიგას ვიტყვი ამჯერად, იმიტომ რომ ეს კალენდარი ძირითადად არის ინგლისურ ფეხბურთზე მორგებული, იმიტომ რომ იქ არის ყველაზე მეტი თამაშები. და ამიტომაც ინგლისურ ფეხბურთს მოარგე, პრემიერ ლიგა შეიძლება უწოდო ხოლმე შიდა ჩემპიონატს ასე დიფაულტზე რა. მერე ყვითლად არის ევროპული თამაშები, ანუ კონფერენც ლიგა, ევროპა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, მწვანედ არის შიდა თასები, ესე იგი ლიგის თასი და FA თასი და მერე ივნისში, მთლიანი ივნისი გამოყოფილია იქ ღია ლურჯად შესარჩევებისთვის ან ერთა ლიგისთვის და მთლიანი ივლისი გამოყოფილია მუქ ლურჯად სანაკრებო ტურნირებისთვის, იქნება ეს ევროპის ჩემპიონატი თუ მსოფლიო ჩემპიონატი თუ რაც არის. ესე იგი, რატო ვიწვალე ეხლა და რატო იმას ვქენი შევადგინე ეს კალენდარი კონკრეტულად ესე. და რა უპირატესობები აქვს ამას ეხლა არსებულ სისტემასთან შედარებით. პირველ რიგში ის არის რომ უბრალოდ აი ეს სანაკრებო პაუზებისგან გამოწვეული წვეტები აღარ იქნება. ეს არის პირველი მიზეზი, რომ საკლუბო ჩემპიონატი, საკლუბო სეზონი უბრალოდ დაიწყება და დამთავრდება აი ამ პაუზების გარეშე. რაც მე მგონი უმეტეს ფეხბურთის გულშემატკივარს სურს და მერე სანაკრებო თამაშები ჩატარდება ერთად. ჩემი აზრით ეს უკეთეს ზეგავლენას იქონიებს საკლუბო ფეხბურთზეც და სანაკრებო ფეხბურთზეც. საკლუბო ფეხბურთზე იმის ინგაგებით, რომ აი ეს რაღაცა ამოვარდნა არ მოუწევთ კალაპოტიდან ფეხბურთელებს რაღაცა თვეში ერთხელ რა. მე მგონი თვითონაც არაკომფორტულად არიან ასეთ მომენტში და ურჩევნიათ რომ ერთი განგრძობითი ის ქონდეთ. მეორეს მხრივ უკეთეს გავლენას იქონიებს ასევე სანაკრებო ფეხბურთის ხარისხზე და ამაზე ბოლოსკენ ვისაუბრებ ცოტა უფრო დაწვრილებით. ესე მეორე უპირატესობა რაც აქვს ამას არის რომ შესვენების შესაძლებლობა არის მეტი. იქ იანვარი თითქმის მთლიანად არის დასვენება,
ანუ სეზონის შუაში ზუსტად, ხო, აი 4 თვე არის იანვრამდე და 4 თვე იანვრის მერე და ზუსტად შუაში არის ეს შესვენება. კარგი ყვათიანი 2 კვირიანი მინიმუმ და 3 კვირიანიც კი უმეტესობა გუნდისთვის. ეს შესვენება არის. გარდა ამისა, შუა კვირაში თამაშების ჩატარება არ უწევთ გუნდებს მაისში, მაისის ერთ-ერთ კვირას, მარტის ერთ-ერთ კვირას და ოქტომბრის ერთ-ერთ კვირას. ან 3 კვირა შუა კვირაში თამაშები არ უწევთ გუნდებს და აქაც არის პატარა დასვენების შესაძლებლობა. ეხლა ნუ ეს იანვრის პაუზა შეიძლება შემცირდეს სიტყვაზე და ცოტა უფრო პატარ-პატარა პაუზები ჩაემატოს შიგადაში, ესეც რა თქმა უნდა შესაძლებელია. მაგრამ ესენი უკვე ახლა ამას არავინ არ დანერგავს და მე არავინ არ მომისმენს იასთან, მაგრამ უბრალოდ ეს თეორიულად რო ვთქვათ, ეს თვითონ ასოციაციები გუნდებთან შეათანხმებდნენ. ეს არის ამისი აზრი, რომ როგორ გირჩევნიათ ერთი დიდი დასვენება იყოს თუ უფრო პატარ-პატარა დასვენებები იყოს. ეს არის მეორე. ეხლა მესამე არის აი თამაშების გადადებების მომენტი რა. ინგლისში მაგალითად ლიგის თასის ფინალი ემთხვევა ერთ-ერთ ტურს ყოველთვის და ამიტომ იმ გუნდებს უწევთ თამაშის გადადება, რომლებიც ამ ფინალში თამაშობენ. ხო, იმ ტურში ვერ ატარებენ თავის თამაშს და ამიტომ ხან წევენ მომავალში და ხან წევენ უგან პირიქით რა. ჯერ თამაშობენ ამ გადმოწევენ ხოლმე თამაშს, წინასწარ თამაშობენ და მერე ფინალში. ეგრე მოუწია ლივერპულს შარშან თუ სწორად მახსოვს. ეს არის ერთ პრობლემა და ქმნის კალენდარში გარკვეულ ანომალიებს და ეს კალენდარი ამისგან არის სრულიად დაცული და რის ხარჯზე? ესე იგი, ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ ლიგის თასი მთლიანად ტარდება სეზონის პირველ ნახევარში. ყველა თამაში ლიგის თასზე ტარდება სეზონის პირველ ნახევარში და ლიგის თასის ფინალი უწევს იანვრის შუა შაბათ-კვირას. ესეც შეიძლება გუნდებთან შეთანხმდეს, შეიძლება შუა შაბათ-კვირა არ იყოს და სხვა დროს იყოს, უფრო ადრე იყოს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ესე არის. ერთი ცვლილება არის გასაკეთებელი ფორმატშიც, ეს არის რომ ნახევარფინალები არ უნდა იყოს ორთამაშიანი და უნდა გახდეს ერთთამაშიანი ვემბლიზე, როგორც ასოციაციის თასზე არის. ესე უნდა იყოს ლიგის თასზეც. ნუ არა თუ მაინდა-მაინც ძალიან უნდათ. ეს ორთამაშიანი არაუშავს ამისთვისაც არის დრო ამ კალენდარში, ორთამაშიანი ჩატარდეს და არც ამის გამო მოუწიოთ რაღაცის გადაწევა ან გადმოწევა. ხო, ეს მეორე, ნუ ლიგის თასი რომ მორჩება იანვარში, მერე იწყება ასოციაციის თასის ფინალები, იანვრის მერე მწვანე თამაშები რაც არის, ისინი ასოციაციის თასი არის უკვე და იქ ბოლოს წინა ტურის წინ არის ასოციაციის თასის ფინალი. იქ ეხა არის ხოლმე სეზონის დასრულების მერე, ეგ მეგონი შეცვალეს, მაგრამ ახლა აღარ იქნება სეზონის დასრულების მერე, იქნება ეს ერთი თამაში გამოტანილი შუა კვირაში. ხო, კი ბატონო, ჩემპიონთა ლიგის რა თქმა უნდა ყველა თამაში გათვალისწინებულია, ეს პლეი-ოფებიც გათვალისწინებულია ჯგუფურ ეტაპზე, ესე ვთქვათ, გაზრდილი რაოდენობა გუნდების გათვალისწინებულია. ამ სისტემის მიხედვით კიდე ის უპირატესობა ემატება, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ეს 8 თამაში რაც აქვს გუნდებს ჩატარებული, ესწრება იანვრამდე. დეკემბრის ბოლოსთვის უკვე ყველა ეს თამაში ჩატარებული აქვს და მერე თებერვალში რო ბრუნდება ჩემპიონთა ლიგა, ის ბრუნდება უკვე აი იმ პლეი-ოფებით და მერე ნუ მერვედფინალები და ასე შემდეგ. ანუ ის მომენტი აღარ გვაქვს, რომ 6 თამაშია ჯერ, მერე ველოდებით იქ და კაი ხნის მერე ტარდება ის ბოლო 2 თამაში იანვრის ბოლოს. არა, ეგეთ რაღაცები აღარ იქნება. ყველა თამაში ჩემპიონთა ლიგაზე, ჯგუფურ ეტაპზე თუ ლიგის ფაზაზე თუ რაც ქვია ამას ჩატარდება იანვრამდე და თებერვლი და მერე დანარჩენი. ეს კიდევ ერთი უპირატესობა. ნუ პრინციპში სხვა ისეთი აქ არაფერი არაა სათქმელი, ნუ არის კიდე რაც მინდოდა მეთქვა ის სანაკრებო ფეხბურთთან დაკავშირებით, უშუალოდ სანაკრებო ფეხბურთთან დაკავშირებით. ჩემი აზრით ეს სისტემა ხელს შეუწყობს სანაკრებო ფეხბურთში ხარისხის გაზრდას. და რატო ვფიქრობ ამას? ჩემი აზრით ბევრად უკეთესა იქნება მწვრთნელებისთვის, როცა იქნებათ 8 თამაში ერთად სათამაშო, ვიდრე 2 აქ, 2 იქ, 2 იქეთ და კიდე 2 ბოლოში. აი ესე არის არეული. ჯობია ერთად გამოიძახოს მწვრთნელმა გუნდი და განგრძობითად 8 თამაშის განმავლობაში ნახოს რა შეუძლია და რა არ შეუძლია და დანერგოს თავისი ხედვა. აი თან უშუალოდ
ტურნირის წინ როცა არის ეს უკეთესი საშუალება აქვს გუნდებს რომ შეთამაშდნენ და ურთიერთგაგება ჩამოაყალიბონ ფეხბურთელებმა. შეიძლება 8 თამაში მაინდა-მაინც ძალიან დიდი ისეთი არაფერი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკეთესია ვიდრე 2 თამაში აქვს, მე 1 თვეში 2 თამაში, 2 თვეში 2 თამაში და ასე შემდეგ. ესე იგი, აი ამ ივნისის სანაკრებო შესვენებაზე ერთა ლიგა იქნება ეს თუ შესარჩევი, ჩემი აზრით 30 კაციანი, ან თუნდაც 35 კაციანი განაცხადი უნდა გამოიყოს გუნდებისთვის. სადაც ასე ვთქვათ, უფრო მეტი საშუალება ექნება თუწნელებს, უფრო მეტი არჩევანის საშუალება ექნება თუწნელებს და როცა უკვე თითო ტურნირი მოვა, იქ უკვე 23 ან 26 კაციანი განაცხადით სწავლენ. პატარა უპირატესობა კიდე ამით ის იქნება, რომ ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ვიღაცა ტრავმირებულია სეზონის ბოლოსკენ და გამორჯავრთელებას ვერ ასწრებენ ტურნირის დაწყებამდე რა. მაგალითად ეხლა ხო საერთაშორისო ტურნირები იქნება ეს მსოფლიო ჩემპიონატი თუ ევროპის ჩემპიონატი იწყება ხოლმე როგორც წესი ივნისის შუაში. ეხლა ეს დაიწყება ივლისის პირველ შაბათ-კვირას. და ეს აი ამ პატარა ორკვირიან პერიოდს კიდე უმატებს იმ ფეხბურთელებს, ვისაც გამოჯანმრთელება ჭირდებათ. და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, ამ ორკვირიან პერიოდში ფაქტიურად ჯგუფურ ეტაპს უკვე რჩება გუნდი რა. და თუ სიტყვაზე რომელიღაც გუნდს თავის წამყვანი ფეხბურთელი ააკლია და ჯგუფურ ეტაპზე ვერ დაეხმარა საერთოდ ერთ-ერთ თამაშში, ეს იმ გუნდისთვისაც ცუდია, მაყურებლისთვისაც ცუდია და რავი, ყველასთვის დანაკლისია და აი ეს ორკვირიანი გადაჩოჩება გამოიწვევს იმას, რომ ზოგ ფეხბურთელს ექნება საშუალება, რომ გამოჯანმრთელდეს, აი უშუალოდ ტურნირამდე, ან კარგად ფორმაში შევიდეს უშუალოდ ტურნირამდე და მერე გვანახოს თავის საუკეთესო ფეხბურთი. ეხლა ისეთ ფეხბურთელებს, ვისაც თვეობით უწევთ უქმობა და ძალიან დიდი ტრავმა აქვს, ეხლა ყველას ჯვარი წერია, მაგრამ ეხლა ისეთ ფეხბურთელს ვისაც არაფერი არ ეშველებოდა და ვერანაირად ვერ მოასწრებდა, მაგრამ ასეთ სიტუაციაში, ვისაც ცოტა შედარებით უფრო მარტივი ტრავმა აწუხებს და ასწრებს გამოჯანმრთელებას 2 კვირის დამატებით, აი ესეთ ფეხბურთელებისთვის დიდი შეღავათი იქნებოდა და კიდევ ერთი პატარა წამატებული ნაბიჯი იქნებოდა საერთაშორისო ფეხბურთის ხარისხის გასაუმჯობესებლადაც. ხო და ასე რომ კიდე ერთი დამატებითი ბონუსი აქვს ამ კალენდარს. აი ესეთი იდეა მომივიდა თავში, რომ დაიწყოს საკლუბო ჩემპიონატი, საკლუბო ოფიციალური საკლუბო სეზონი სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას და დასრულდეს მაისის ბოლო შაბათ-კვირას, პარასკევს შაბათ-კვირას პარასკევს კონფერენს ლიგის, შაბათს ევროპა ლიგის და კვირას ჩემპიონთა ლიგის ფინალები და იმ ბოლო 3 თამაში დაიხუროს საკლუბო სეზონი და მერე გადავიდეთ უკვე სანაკრებო სეზონზე და იქ იყოს ყველა სანაკრებო თამაში ერთად, ისინი ერთად, ამის მერე ეგრევე ტურნირი, კენტ წლებში დაისვენებენ უფრო მეც ფეხბურთელები, გლუც წლებში იქ სათამაშო იქნება საერთაშორისო ტურნირზე. ჩემი აზრით, აი ეს სისტემა ბევრად უფრო უკეთესად შეუწყობს ხელს როგორც საკლუბო ფეხბურთს, ისე სანაკრებო ფეხბურთს, იმიტომ რომ ის მომენტიც არის, რომ ვიღაცა წავიდა, ყველა გუნდს გულშემატკივრებს, წავიდა ვიღაცა ნაკრებში, იქ დაამტრიეს, ჩამოვიდა მერე და 3 თვე ვერ ითამაშებს. აი, რამდენჯერ მოგვშლია მაგაზე ნერვები. ყველას რაღაცა მომენტში ქონია, რომ აი ეხა ვიღაცა წამყვანი დაიმტრა იქ ნაკრებში და ვერ ითამაშებს და იმის გარეშეც ეხა მალტასთან ვიღაცას ეთამაშებოდა ის ნაკრები და იქ დაიმტრა ვარჯიშზე რაღაცა იგიც, ხო და მაგიტომაც ამ ფეხბურთელებსაც უფრო ნაკლები გადაადგილება, ფრენა გამოფრენა მოუწევთ და არ იქნება ის პრობლემა, რომ მაგალითად სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები უნდა წავიდნენ სამხრეთ ამერიკაში ამდენი ამ ხელაზე გაფრინდნენ, ამ ხელა ცვლილება ქონდეთ იმაში, რა ქვია, დროის სარტყელში მერე დაბრუნდნენ ისევ. თან ეს ყველაფერი ხდება რაღაცა ერთკვირიან 10 დღიან მონაკვეთში, ხო? ძალიან მურტალია ფეხბურთელებისთვის ეგ და ჯობია სეზონი დამთავრდეს, გაფრინდნენ ერთბაშად, ითამაშონ რაც აქვს სათამაშო ნაკრებში და მერე რო დაიწყება სეზონი აგვისტოს ბოლოსკენ იქ პრესეზონი და რაღაცა რო იქნება, მერე დაბრუნდნენ. ესე უფრო გაუადვილდებათ იმ ხალხსაც საქმე და რა ვიცი, ჩემი აზრით ეს კალენდარი კარგია, რაღაცა მგონია რომ არის საღი აზრი და ცოტა მიკვირს რომ ამ საღ აზრამდე საფეხბურთო ესე მართლობითი ორგანოები ვერ მივიდნენ აქამდე.
ან რაღაცა ხელს უშლით, არ ვიცი, თუ არა საღიაზე და რაღაც დებილობებს ვიძახით, თუ შეიძლება ეგეც მითხარით, იმიტომ რომ რაღაც ამას რო ადგენ და ჩართული ხარ შიგნით, ცოტა ძნელია რომ უცბად დაპაუზდე, გამოხვიდე და ცოტა გარედან შეხედო. შეიძლება 1000 რაღაცა სისულელი ვილაპარაკე და მაგრამ მეშლება და ეგეც თუ შეიძლება მითხარით. და ან ის ვითხარით, რა პრობლემები შეიძლება იყოს ამის დანერგვის, იმიტომ რომ მე ამ პრობლემებს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. რაღაცა კენტი წელი უნდა ავიღოთ და უნდა ვთქვათ, რომ აი ეხლა მაგალითად თუნდაც მომავალ წელს 2027-ში, რომ ეხლა 2027-ში არ უწევს მე მგონი არც ერთი სანაკრებო ტურნირი. თუ უწევს, მე მგონი ხო, არა, ის უწევს, კოპა ამერიკა უწევს, მე მგონი მომავალ წელს, ხო, ეგრე არის. არა უშავს, მოკლედ რომელიღაცა კენტ წელში უნდა ავიღოთ და ვთქვათ, რომ სექტემბერში იწყება სეზონი და აი ეს დავნერგოთ ეს კალენდარი როგორც ახლა არის, ახლა ამას მე ვინ მომისმენს, პროსტა ესე თეორიულად ვიძახი, კაი იქნებოდა თქო ესე ვიძახი და ეგება რაღაცა ცოტა უკეთესი შედეგი მივიღოთ ვიდრე ახლა გვანდა პატარა წინშლა იქნება ფეხბურთის გაკეთილშობილების მხრივ. რავი, თქვენი აზრიც მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. სანაკრებო ფეხბურთზე ცოტა უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ მეორე ნაწილში, ვაპირებ ამის მეორე ნაწილის ჩაწერასაც. და იმედია იმასაც უყურებთ, რომ იქ უფრო კონკრეტულად და ესე დაწვრილებით ჩავშლის სანაკრებო თამაშებს და რა და როგორ იქნება. უბრალოდ რა და როგორ მინდა რომ იყოს მე, თორე იქნება არა ის კიდე. ხო და რავი, პრინციპში სულ ეს იყო. აი ესეთი იყო ძვირფასო მეგობრებო, ჩემი შედგენილი კალენდარი. რა ვიცი, გამიზიარეთ კიდევ ერთხელ თქვენი აზრი. თუ ეგება ვინმემ ასევე შეადგინოს რაღაცა მსგავსი და რავი, რამე მომაწოდეთ თქო რანაირად იქ, მაგრამ აი რავი. დაპოსტეთ დამატებით დროშზე თანდაჭმულში და ვნახავ იქ. სხვა რა გითხრათ. ხო და პრინციპში დიდი ხანი მინდოდა ამაზე მელაპარაკა, როგორც იქნა ვილაპარაკე, როგორც იქნა გაგაცანით. და დღეისთვის სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეს იყო არხი ფეხბურთის მასწავლებელი. მე ვიყავი და ვარ საგა და მოვალ შეხვედრამდე.